მოგესალმებით, მეგობრებო. Კარმული კვანძების განხილვა გვაქვს. რამოდენიმე უკვე ჩავწერეთ. შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეოებში. ახლა არის ჯერი ტყუპები მშვილდოსნის ღერძზე, ასევე მესამე მეცხრესახლების ღერძზე და აღარ გავაგრძელებ, ახლა რა არის კარმული კვანძები, ბევრიც მაქვს ვიდეო ამ თემაზე, ასევე მიდევს ნაწილი კარმული კვანძების დახასიათების. და პირდაპირ გადავალ თემაზე, როდესაც ჩვენ რუკაში, მაგალითად, ან აღმავალი კარმული კვანძი ტყუპებში ყავს, ან აღმავალი მშვილდოსანში, აი ამ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო უფრო ეს ვიდეო, თუმცა ვინც სწავლობთ ასტროლოგიას ნენელა და გაინტერესებთ, ახლობლებს აქვთ, ბავშვებს აქვთ ჩვენსაც სიტყვაზე, მათთვისაც საინტერესო იქნება ეს ვიდეო. ესე იგი, კარმული კვანძები აღმავალი ეს არის გაფართოება ენერგიის ნიშანში და დაღმავალი პირიქით უფრო სატურნულად მუშაობს, უფრო ამცირებს, ბოჭავს ენერგიას დაღმავალი ზონაში. ეს ჩვენ ფსიქიკაშიც ხდება, მეგობრებო, აი თქვენ რო დაუკვირდეთ მაგალითად, რაც უფრო ასაკი გაქვთ, 30 წლის შემდგომ კიდე უფრო იგრძნობა, ჩვენ მაინც აღარ გვინდა ხოლმე დაღმავალის ენერგიაზე ჯდომა. ესე ტერმინებით ვამბობთ. დაღმავალი იძლევა იმ უნარებს, იმ რესურსებს, რაც არის ბაზა ჩვენი დაბადებიდან. თუმცა აღმავალი პირდაპირ გვიფართოებს ახალ შესაძლებლობებს, ახალ უნარებს და ჩვენ რეალურად მოგწონს აღმავალის ზონაში. თუმცა ეს ყოველთვის ესე არ ხდება, გააჩნია უკვე კვანძების ასპექტებს და შეიძლება მაგალითად ადამიანს ძალიან უშლიდეს ხელს განვითარებაში დაღმავალი კვანძის თვისებები. და ესეც ინდივიდუალურია, ზოგს არ აქვს ამის პრობლემა, ზოგს პირიქით ხელს უშლის, ხო? ეხლა რო ავიღოთ მაგალითად დაღმავალი კარმული კვანძი ტყუპების ზოდიაქოში და აღმავალი მშვილდოსნის, ეს ყოველთვის ოპოზიციაში მუშაობს, ეს ნიშნები, ესე სხვაგან არ ხდება, ესე სხვანაირად არ ხდება. და რა არის ვთქვათ, დაღმავალი ტყუპები, ხო, ჯერ ერთი უნდა განვიხილოთ, მერე აღმავლად ჩავთავთ. რა თქმა უნდა, ტყუპების ზონა ნენელა სატურნულად მუშაობს და ეკეცება ადამიანს, უკვე შეკვეცა ხდება ამ ენერგიის. ტყუპები არის ინტელექტი, მეგობრებო. ეს არის უახლოესი გარემოცვა. ეს არის ინფორმაცია, ოღონდ აი მოსწავლის დონეზე ვამბობთ ხოლმე ესე კლასიკურ ასტროლოგიაში, რომ ეს არის მოსწავლის პროგრამა ტყუპები, თქვა თუ აღმავალი ყავს ადამიანს, მაგრამ აი ესე რომ გავყვეთ, შეიძლება, აი თუ კარმულ ასტროლოგიურად შევხედავთ, ხო, წინა ცხოვრებებში ადამიანი მარტო მის ირგვლივ რაც ხდებოდა, იმით ინტერესდებოდა. ქალაქიდან არ გადიოდა, აი ესე შაბლონურად რო გითხრათ. პლუს ეს იცით როგორ არის, როცა ვამბობთ რომ ქალაქიდან არ გადიოდა სიტყვაზე, შეიძლება მართლა პირდაპირ არ იყო ესეთი მნიშვნელობით და იყო აი ცნობიერება იყო ცოტა ჩაკეტილი და არ გადიოდა ცოტა შორს, ხო, ცნობიერებით. მაგალითად რომ აი წიგნებს ვკითხულობ, ერთ შემთხვევაში ესე არის, ანუ ინტელექტუალური რესურსი აქვთ დაღმავალ ტყუპებს საკმაოდ დიდი. წიგნებს ვკითხულობთ, ინფორმაციულად ვითარდებით, კომუნიკაცია მაქვს ბრწყინვალედ განვითარებული, უახლოეს გარემოცვასთან ძალიან კარგად შემიძლია კომუნიკაცია. მაგრამ მიჭირს გავაფართოვო უფრო ცნობიერება და ხედვები, ხო? აი, ხშირად მე რასაც ვაწყდები ხოლმე, არის ეს მომენტი, რომ აი დაღმავალი ტყუპებში ყავს ადამიანს. ეხლა მოეთხოვება აღმავალი მშვილდოსანი, ანუ ნახოს მაგალითად სისტემები როგორ მუშაობს, ხო? აი პოლიტიკას რატომ მართავს მშვილდოსანი, კანონს მართავს ასევე მშვილდოსანი, შეიძლება საკანონმდებლო სფერო აინტერესებდეს ადამიანს, აღმავალი მშვილდოსანი როცა არის, შეიძლება უცხოეთი აინტერესებდეს, ან დიდი წარმატება დიდი მიღწევებიც კონდეს ადამიანს, ხო? და ხშირად ვამბობ ჩამბოლნურად, რომ აღმავალი მშვილდოსანი უნდა წავიდეს უცხოეთში, მაგრამ თუ არის დაღმავალი ტყუპი ძალიან გამოხატული ჩვენ ცხოვრებაში, ხო? შეიძლება რა გქონდეს, ყოველთვის ცდილობს ადამიანი აი მარტივ ინფორმაციაში ჩაიკეტოს, არ გააფართოვოს ცნობიერება. იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა, თორე ის მას უწევს აუცილებლად მშვილდოსნურად ხედვები გააფართოვოს, მაგრამ შეიძლება ადამიანს არ კონდეს ამისი დიდი სურვილი და შესაბამისად ვერ აღწევდეს იმ გაფართოებას და იმ წარმატებას, რაც შეიძლება რუკაში კარმული კვანძით კონდეს, ხო? ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ ეს შეიძლება იყო ვაჭარი, წინა ცხოვრებაში ადამიანი, ქონდა კარგი ქსელი, ახლა მაგალითად დისტრიბუცია, მაღაზიები, ვაჭრობა, ეს ტყუპების თემა არის.
მესამე სახლისაც მსგავსად, ანუ მესამე სახლიც აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა. და ადამიანს აქვს ძალიან კარგი უნარები ურთიერთობის, ახლა ცოტა მაღალ განვითარებაში რო შევხედავ ხოლმე დაღმაულტყუპს, პირდაპირ ინტელექტი შეიძლება ეტყობოდეს. აი როგორი ვიზუალურადაც ცოტა ტყუპების ენერგეტიკაც აქვთ ხოლმე, ჩვენ დაღმავალის ენერგეტიკა ძალიან გვეტყობა. ვიზუალზეც კი გვეტყობა ხოლმე ხშირად. ვიზუალზე ბევრი რამე გვეტყობა, საერთოდ იქ თეთრი მთვარეც გვეტყობა, ვენერაც გვეტყობა, ასციდენტის მთავარი ერთ-ერთი წამყვანი არის. შავი მთვარის გვეტყობა, ზოგჯერ საერთოდ ვემსგავსებით შავი მთვარის ენერგიას, მაგრამ დაღმავალი ძალიან გვეტყობა. უფრო ენერგეტიკულად, უფრო დრაივის კუთხით გავს ხოლმე, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები ხოლმე, პირის აპარატიც კი სხვანაირი აქვს დაღმავალ ტყუპებს. აი გონიერ თვალებით გიყურებენ, უსმენენ რასაც ეუბნები, აინტერესებთ ეს და სხვანაირად ახერხებენ ინფორმაციის მოწოდება. შეიძლება დაჟე განათლებაც არ კონდეს ადამიანს, აი საერთოდ არა აქვს არც ციგნები წაკითხული, მაგრამ სხვანაირი გონიერებით გიყურებს. ხო, ეს მე ძალიან ისე გამოკვეთილად გეუბნებით, რომ ჩანს ხშირად, მე რასაც ვაკვირდები ხოლმე. და ნიშნულოვანი ის არის, რომ აი ამ ტყუპებს, დაღმაულ ტყუპებს აქვთ უნარი აი ამ ელემენტარულ კომუნიკაციაში, მაგალითად, ხო? აი ძალიან კარგად დაალაგონ ინფორმაცია, მაგრამ გაფართოების ენერგია არის აქ უკვე გასანვითარებელი. და აქ ავდივართ უკვე მშილდოსანზე. ესე იგი, ადამიანს თუ აქვს უნარი, რომ კარგად ინფორმაციასთან კარგად იურთიერთოს, კომუნიკაციები გააფართოვოს, კონტაქტები, ნათესავებთან ურთიერთობები დაალაგოს, ნენელ ეს არის მოსაწყენი მათთვის და ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, მშილდოსანი უკვე რას მოიცავს, რომ ავკინძოთ ხო ინფორმაცია. მშილდოსანი არის მეგობრებო რაღაც უფრო დიდი პოლიტიკა, მაგალითად, სახელმწიფო წყობა, საკანონმდებლო სფერო, სასამართლო, ესეთი თემები არის მშილდოსანთან დაკავშირებული. ანუ უბრალოდ იქ მეზობელ ნათესავებში რა ხდება იმის ინფორმაციით უკვე ჩვენ ვერ გავწუდებით უფრო სერიოზულ სიღრმისეულ სფეროში რომ გადავიდეთ, ხო, მაგალითად ფილოსოფიაში, მაგალითად რელიგიებში, რწმენებში, ესეთ რაღაცებში ცოტა მეტი განვითარება გვჭირდება. მეტი ინტელექტი, იმდენად ვერ ვიტყვი, უფრო დაფიქრება გვჭირდება, ხომ? და აი აქ ტყუპებს შეიძლება პრობლემა კონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აინტერესებთ, ხშირად დაღმაულ ტყუპებს გულისხმობ, აინტერესებთ მოგზაურობა, ძალიან, აინტერესებთ ახალი სფეროების შესწავლა, მაგრამ აი ჭედებიან რაში, ცით ტყუპები რა არის, რომ ყველაფერი აინტერესებთ, ოღონდ ცოტა. არ უღრმავდებიან ხოლმე. ან ერთ სფერო დავიწყე, მეორე სფერო დავიწყე, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში ემართებათ ეს, რომ ყველაფერი აინტერესებთ და ვერ აურჩევიათ ერთი რა უნდათ. და ზუსტად მაგისთვის არის ეს აღმავალი მშილდოსანი, რომ უნდა იპოვოს ადამიანმა მისი შინაგანი საყრდენი, აი შიგნით რომ რაღაცა ღერძი გვაქვს, შიგნით რომ რაღაც ჩამოყალიბებულები ვართ, რომ ვიცით რა გვინდა, ვიცით რა გვაინტერესებს, აი ზუსტად მისი არის ხოლმე ეს რომ ეს ისწავლოთ. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები, რომ აი უნდა იმოგზაუროს, უნდა უცხოელებთან კონდეს ურთიერთობები, მაგრამ თავარი არის ზუსტად ეს, იპოვონ ის ერთი შინაგანი ინტერესი, ხო, ღერძი. ძალიან ხშირად რასაც ვაკვირდები დაღმაულ ტყუპებს, პრობლემა აქვთ ხოლმე, რომ აი მიედ მოედებიან თითქოს არ აქვთ ეს ღერძი. ხშირად ახლა იცით როგორ გითხრათ, უფრო პოლიტიკის სფეროში ვინც არიან, იმათზე ვამბობ, მე რასაც ვაკვირდები ხოლმე, აქვთ აი ამ ღერძის პრობლემა. აი რისი ჯერათ, რა იდეოლოგიას მიყვებიან, აი თითქოს არ იციან. თითქოს ეს ღერძი აკლიათ, ხო? და აი ზუსტად ამაში გვიშლეს ხოლმე ხელს დაღმავალი, თუ ჩვენ არ გავუშვებთ ამ დაღმავალს და თუ ჩვენ აღმავალის შინაარს არ ჩავწდებით, გარედან რაც არ უნდა უცხოეთში ვიმოგზაუროთ, ახლა უმეტესობას აღმავალ მშილდოსნებს აქვთ ის გამოცდილება, ან უცხოეთში სწავლობდნენ, ან პერიოდულად სულ უწევთ უცხოეთში გამგზავრება სამუშაოდ მაგალითად, თუ შინაგანი ფსიქოლოგიური ღერძი არ შეიცვალა, რომ მე უნდა ვიპოვო შიგნით რის სიმწამს, რა იდეოლოგიას მიყვები, რა ფილოსოფიური ხედვები მაქვს, რომელი სფერო მიყვარს, რამდენად ვერ ყვევი ამ სფეროში, ხო, ესე სიღრმისეულად და რამდენად ვარ დამყარებული ჩემს პირად ღირებულებებზე, იმიტომ რომ ის კი არა რომ ვიღაცები მართავდნენ, ვიღაცა მის მითხრა, ვიღაცა იმის მითხრა და
ხშირად ვიცვლი აზრებს ეს დაღმავალი ტყუპი ან მესამე სახლსაც ახასიათებს ეს ხო? არამედ ჩემი მაქვს, მე ჩემი ღერძი მაქვს, მე ჩემი რწმენა მაქვს, რომელსაც ვერავინ ვერ შემირყევს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ განავითარონ, აი ეს უფრო შინაარსში რო გითხრათ, რა არის მნიშვნელოვანი, საერთოდ კარმულ კვანძებზე ყველა მიაქციათ ამას ყურადღება, რომ თავარია ჩვენ შინაგანად ჩავწუდეთ, რისთვის აგვაქვს ეს მისია, საით მივდივართ, რა გვიშლის ამ ყველაფერში ხელს, აი ადრე გითხარით, რომ დაღმავალი მერწყულები ვინც კი მყავს, და აღმავალი ლომი შესაბამისად, ხო? ახლობლები ხა მეც ამ კვანძიდან ვარ და მთელ ჩემ ახლობლებს ვინც სამთავრობო სფეროში მუშაობენ, მაგალითად ეგ თანამდებობების და დაწინაურებების ისა აქვთ თქვათ ასპარეზი, ყველა მეუბნებოდა, ყველაზე მეტად მიჭირს ვიყო უფროსი. აი აღმავალი ლომები, ხო? მეც ესე ვარ დღეს იმდენად სულ რა ირიგითები, მეგობრები, ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ და ამ დროს რომ გაიხედები და არავინ ჩვენ არ არსებობს, შენ ხარ აქ, ხო? შენ გააკეთე, შენ ხელმძღვანელე და იძახი ჩვენ არ არის ეგრე, ხო? აი ის მერწყული ზუსტად ამ ხალხს ხოლმე უშლის ხელს, რომ ლომში გადავიდნენ, ხო? როი უფროსონ, რაც დაღმავალ ლომებს პრობლემა არ აქვს, თქო და უფროსე და მეტი არაფერი არ უნდათ. ანუ ეს მათი შინაგანი ნაწილი არის თითქოს, რაც აღმავალ ლომებს ძალიან უჭირთ. აი ესეთი პრინციპი არის მეგობრებო, რომ ჩვენ დაღმავლის ზონაში ზოგჯერ ისე გვიფუჭებს ეს დაღმავალი, რომ ვიბღაუჭებით ამ ძველ თვისებებს, ძველ ინფორმაციულ რაღაც სივრცეს, ხო? ჩვენში რაც და მენტალურ მხარეს, რომ მე გვიჭირს განვითარება. აი პირდაპირ აღმავალი არის განვითარების ახალი გზა, ახალი შესაძლებლობები. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს გავაცნობიეროთ. გავაცნობიეროთ, რომ არ ჩავებღაუჭოთ რაღაც ძველს, ხო? აი მაგალითად, ეხლა ცოტა ისეთი არ მყავს პოლიტიკური ანალიზების ჩართვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ყავს დაღმავალი კარმული კვანძი ტყუპებში. ნუ აღმავალი მშვილდოსანში. ახლა რო ამბობენ, რომ აი მას არ აინტერესებს პოლიტიკა და ისე არ ამგონია ეგრე. ძალიანაც აინტერესებს, იმიტომ რომ მგონი გახარიასაც მგონი მაგ კომბინაცია აქვს, არ ვიცი რამდენად ერკვევით ამ სფეროებში, ახლა ესენი მე მგონი და იცოდეთ. იგივე აღმავალი მშვილდოსანი ყავს და როცა არის ეს კვანძი, მეგობრებო, უკვე ვიცი რომ მათ აინტერესებს პოლიტიკა. მათ უნდათ პატარა თავის სივრციდან გამოსვლა და უფრო ფართო რაღაც ისეთ დიდ თემებთან შეჭიდება და აღმავალ მშვილდოსნებს ეს აქვთ თქვენც ვინც მისმენთ, ვისაც ყავთ ეს კვანძი, ეს უნარები გაქვთ, მაგრამ აი ივანიშვილთან ხშირად ამბობენ, მე არ გავაკეთებ ჩემს პირად დაკვირვებებს, იმიტომ რომ არა ვარ ეს სიღრმისეულად მის ცხოვრებაში გარკვეული. სხვები რასაც ამბობენ, რომ ის ჩაკეტილია თავის პატარა სივრცეში, მას არ უყვარს მოგზაურობა, მას არ ესმის კარგად უცხოელების, ხო? აი ცოტა უცხოელებს, ევროპელებს განსაკუთრებით, ანუ რაც უფრო შორს არის, უფრო ისე უყურებს, იჭვის თვალით თუ რაღაცებს ამბობენ ხოლმე. საერთოდ რასაც ამბობენ ხოლმე, ხშირად დიდი დოზით რაღაცას ხედავთ ჩვენ და მაგიდან ვამბობთ, ხო, ზოგადად. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აი პირდაპირ ეს არის, როცა დაღმავალი ხელს გვიშლის რაღაცნაირად გავფართოვდეთ, ხო? თუმცა სფეროში არიან. პოლიტიკის სფეროში არიან და ვიცი ზუსტად რომ მათ აინტერესებთ ეს გახარიასაც აქვს კომბინაცია. სახლი დამავიწყდა გახარიასი და მაგიტომ გეუბნებით. გვარს ახსენებ, გვარი მახსოვს მარტო. ხო და აი ეს არის გიორგი, ხო? ხო, ეხა გამახსენეთ. ხო და ხო. შეჭიშემეპარა. ძალიან ბევრს კითხულობ. ძალიან ბევრ პოლიტიკურ მოღვაწეებზე ვკითხულობ ინფორმაციებს, ახლა ისე მეგობრულად რო გითხრათ, ძირითადად უცხოელები მაინტერესებს, იმიტომ რომ უფრო ინტელექტუალური პოლიტიკა უცხოელებში არის, უფრო უსმენ ანალიტიკას უცხოურს ქართულებში, ეს არ შემიძლია ეს რაღაც ძალიან დაბალი დონის ინფორმაციები და დიდად არ ვინტერესდები ხოლმე ქართული პოლიტიკით, აი ესე და როცა ამდენ სახელდაგვარს და ამდენ ადამიანებზე ვკითხულობ, მე მავიწყდება, ყველა ერთმეთში მე ვარ ხოლმე. და არ გაგიკვირდეთ. ხო და აი ეს მომენტები, როცა ვამბობთ, რომ აი მათ ნამდვილად აინტერესებთ, იმიტომ რომ აღმავალი ავანტიურა არის ჩვენთვის, ეს არის რაღაც სიახლე, რომელშიც შენ გვინდა ჩვენი ძალები გამოვცადოთ. აი ეს არის მშვილდოსანი.
და ნახეთ თან ორივე რუსეთში იყო, ანუ სამეზობლოში გადავიდნენ დატყუპურად, ხო? დამშილდოსანი არის ძალიან შორი ქვეყნები, სხვა მენტალობის, სხვა ცნობიერების. ახლა რუსული მენტალობა ძველი თაობაში აქვე ხარა თითქოს გადახვიდე ორღობის გვერდზე, ხო? ისე იყო, იმიტომ რომ რუსული მენტალობა ძალიან არის ქართულში გამჯდარი ძველ მენტალობის თაობაში და ახლა ევროპა, ცოტა ამერიკა უფრო შორი სამყაროები არის, ხო? ამიტომ მე ესე ვხედავ, რომ აქ შეიძლება იყოს ეს დაღმავალი ტყუპები მათთვის, ყოველ შემთხვევაში ბიზნესთვის ცოტა შემაფერხებელი, რომ ის უახლოეს გარემოცვაში ტრიალებს, უახლოეს, აი რო თქვა, რაღაც 2-3 ადამიანთან მაქო მარტო ურთიერთობაო, ეს ტყუპური თემა არის, მეგობრებო. და ვისაც ეს კვანძი გყავთ, ეცადეთ, გააფართოვოთ ცნობიერება. ეცადეთ უფრო სხვა სამყაროც დაინახოთ, მარტივი ინფორმაციების მიღმა, მაგალითად არის ლიტერატურა რომანების და არის ლიტერატურა ფილოსოფიის. აი რომანები, ოღონდ ხა დare რომანებს გულისხმობ და არა ხა ინტელექტუალურ რომანებს, თუმცა მაინც არის ინფორმაციას რო ვიღებთ. ყვითელი პრესა, მედია, მაგალითად ეს ტყუპების ზონა არის. ანუ დღევანდელი ინფორმაცია და ხვალ აღარ მახსოვს. რაც ხშირად მთხოვენ ხოლმე მე რომ რაღაცებს გავაკეთო ჩანაწერი, რომელიც არის 5 წუთიანი ინფორმაციას ვეძახი. ზოგი მეუბნება ხა იცით რომ ტრენინგები მაქვს ძალიან საინტერესო, ასტროლოგიის კურსი მაქვს, პირველი მოდული, რომელზეც შეუძლიათ რომ დევს ეს უკვე წუთომა შეუძლიათ, ანუ ვისაც აინტერესებს სწავლა დამოუკიდებლად, თავის ინდივიდუალურად. ნუ ბევრი შესაძლებლობები მაქვს და ბევრი ტრენინგები მაქვს და მეუბნებიან ხოლმე რომ დადევი ტრენინგი როგორ გავთხოვდეთო და მე ნახეო შენო რამდენი ხალხი გიყოლებაო. ნუ აი მე რაღაცაირად უფრო შულდოსნურ ფსიქოტიპს გავარ რაღაც ისეთი კუთხით ვიდრე ტყუპურს. ანუ მარტივი ინფორმაციები ჩემთვის ნაკლებად არის საინტერესო. ასე რომ აი ესეთ ტრენინგებს ახლა როგორ გავთხოვდეთ, ჩემგან ნაკლებად გაიგებთ და ეს არის ზუსტად ოღონდ ნეგატიური ტყუპის თემა, ხო? და ან ნეგატიური მშვილდოსნის მაგალითად როცა დაღმავალი ის დაღმავალი არა, როცა შავი მთვარი არის მშვილდოსანში, ქვეყანას გვაქვს ჩვენ შავი მთვარი მშვილდოსანში და შეიძლება ეს მომენტები უფრო მაგიტომ გვაქვს ხოლმე. მაგრამ ზოგადად რო გითხრათ, ხო, მშვილდოსანი ეს არის უფრო ფილოსოფია, უფრო მაღალი მატერიები, უფრო რელიგიური კვლევები და რაც თავარია, სხვაგან რა ხდება, სხვა სამყაროებში, სხვა ქვეყნებში. აი სადღაც წავიდეთ შორს და არა უახლოესი, აი მაგალითად სულ რო ესე ტრიალებენ 2-3 კაცში. ეხლა ესე არ არის ყველა, მაგრამ შეიძლება ზოგიერთმა საკუთარი თავიც დაინახოს. ხანდახან ვართ ხოლმე ესე დაღმავალი რომ გაგვიაქტიურდება და ცოტა პრობლემასაც გვიქმნის. და უნდა გაფართოვდეს ადამიანი, შინაგანათაც უნდა გაფართოვდეს, ცნობიერება გააფართოვოს, ხო? აი თუნდაც ჩვენი ინფორმაციები პირდაპირი დანიშნულება არის ჩემი არხი თუნდაც YouTube-ის და ის Facebook გვერდი, აღმავალი მორიელების და აღმავალი მშვილდოსნების, ხო? და მერმე მეცხრე სახლელების, ესე რომ ვთქვათ. ეხლა ხვდებით ალბათ, რომ ფიზიკურად კარგია თუ იმუშავებენ უცხოელებთან და ეს შაბლონები, ეს გასაგებია. თუმცა ხშირად ვეუბნები ხოლმე დაღმავალ ტყუპებს, რომ მთავარი პრობლემა, ეს მოკლე ინფორმაციები და არა გაფართოება ცნობიერების, ეცადონ რომ იცით ესე შაბლონურად ვერ ვიტყვი რა ხა უნივერსიტეტი არ უცებად უნდა დაამთავროს ადამიანმა, მაგრამ ძალიან დიდი შესაძლებლობები რო აქვთ აღმავალ მშვილდოსნებს, ეს ფაქტი არის. აი უფრო გლობალურ სამყაროში შევიდნენ, უფრო მნიშვნელოვანი რაღაც აკეთონ. ესმით, არ ესმით, მაინც იზიდავს სამყარო, ხო, ამ ენერგიას მათთან. და ცოტა ისე არიან, იცით, აი აინტერესებთ აი ფილოსოფიური თემები, რაც უფრო არის და გაფართოება რაც უფრო არის, ხო? აი კარგად გრძნობენ ხოლმე მანდ თავს. ოღონდ ზოგი ცოტა ნენელა ეპარება აღმავალ, ზოგი ძალიან ისე ბოლომდე ჩაიშვება ხოლმე. მათი მთავარი ღერძი არის ინტელექტი, კარგი კომუნიკაცია, ინტელექტუალური შინაგანი გაფართოებისკენ მიდრეკილება, ეს ძალიან კარგი არის. ეხლა მესამე მეცხრე სახლები მსგავსი არის, რაც გითხარით, ოღონდ მეცხრე სახლი არის მეგობრებო, აი პირდაპირ უშუალოდ უცხოეთი. შორი მიწები, პედაგოგიკა, ოღონდ უფრო მაღალი პედაგოგიკა,
ტყუპები უფრო სკოლის პერიოდი არის, მეგობრებო და მშვილდოსანი, ან მეცხრე სახლი პირდაპირ აი უნივერსიტეტში პროფესორაზე რო მიდის ადამიანი, ხო? ან ტრენინგებს ატარებს, ან სარეკლამო სფეროში მუშაობს, ეს ზოგადად გაფართოება, ხო? აი შენ სიტყვას რო აფართოვებ, ხო? უფრო ფართო მასშტაბებზე ეგ თემა არის. ამიტომ მეცხრე სახლში როცა ყავს აღმავალი ადამიანს, აქ უფრო მართლა ინტელექტის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანი არის, უფრო პროფესორი გახდეს ადამიანი, ან განათლება მიიღოს უცხოეთში, ან მაღალი ისეთი ღერძი ერთი, რომ აი ამ მიმართულებით მივდივარ და არ მივედმოვედები ყველაფერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეცხრე სახლი არის შორეული ნათესავები, მესამე სახლი არის უახლოესი ნათესავები და ძმა, ხო და ნუ აი მეზობლები, ესე რომ ვთქვათ. ძირითადად აღმავალი მშვილდოსნები უფრო შეიძლება ქმრის ნათესავებისგან უფრო კარგი ხეირიც ნახოს, უფრო ხეირის გულისხმობ ან მეუღლის ნათესავები, ხეირის გულისხმობ ის რომ შეიძლება დაეხმარნონ მას შორეული ნათესავები ან გარე ნათესავები, ხო, აი მეუღლის ნათესავებს, გარე ნათესავებს ვეძახით. მაგრამ ახლობლების ენერგია და ძმა, აი თითქოს იკეტება, ხო, სატურნული ენერგია აქვს დაღმავალ კვანძს. ესეც გაითვალისწინეთ, როცა პირიქით არის, ახლა მაგალითად დაღმავალი კარმული კვანძია მშვილდოსანში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი იმდენად ფართოვდებოდა და იმდენად ყველაფერს აფილოსოფოსებდა, რომ შეიძლება დაიწყონ აი მიედმოედებიან ზოგჯერ დაღმავალი მშვილდოსნები, აი ძალიან რო ყველაფერს აფილოსოფოსები, ყველაფერს ძალიან წელავენ, აი გამარჯობათ შეიძლება ძალიან გაწელილად, აი დიდი ფილოსოფიური არსით გადმოგცენ, ხო, სიტყვაზე გეუბნებით. ეს არს რო ჩაწოდეთ. და ნენელა ხურდავდებიან ხოლმე პოლიტიკურ სფეროში, მედიაში ძალიან უმართლებთ, მაგალითად, ხო, აი გამოდიან აი აღმავალი მშვილდოსნები თუ გამოდიან უფრო ან პოლიტიკური საჯარო სტრუქტურით, უფრო გლობალურზე ლაპარაკობენ, აი აღმავალ ტყუპებს უფრო ეკითხებიან ხოლმე მარტივ, მე რასაც ვაკვირდები, მარტივ ინფორმაციებს, აი ინფორმაციის მიმწოდებლები რო არიან და არა რო დაჯდნენ და აი კანონზე რაღაცა დიდი ისეთ შემოქმედებითი რამ თქვან, ხო? აღმავალი ტყუპები ყოველთვის უფრო იზიდავენ აი მედია საშუალებებს და უფრო აქტიურად არიან, მაგალითად ჟურნალისტები არიან ძალიან ბევრი აღმავალი ტყუპები და აღარ ფილოსოფოსობენ. აიგეს ინფორმაცია, გადასცეს ინფორმაცია ძალიან მარტივად. ანუ ამას სწავლობენ. იყვნენ უკვე ფოკუსირებული არა ერთზე, არამედ ბევრ სხვადასხვა პატარ-პატარა ინფორმაციებზე. წერლების კომბინაციაც არის აღმავალი ტყუპი, როცა ადამიანი უკვე რაღაც შინაგან დიდ თემებს უკვე რაღაც მარტივ ინფორმაციებში დებს, ხო, გადმოსცემს მარტივი ენით, იმიტომ რომ აღმავალი ტყუპებმა უკვე უნდა გაიწაფონ ინტელექტუალური კომუნიკაცია. აი, როცა მე ჩემს ნაზრებს ძალიან ოსტატური ტექნიკით მედიაში იქნება თუ წიგნი იქნება ეს თუ საინფორმაციო სხვა სფერო გადმოვცემ. აი, აქ ძალიან უმართლებთ, იმიტომ რომ ზუსტად აი ეს მეტყველების ფორმა არ აქვს მაინც-მაინც განვითარებული, ესე ვამბობთ ხოლმე. ზოგი შეიძლება საკმაოდ ინტელექტუალურად პრობლემური ადამიანიც იყოს, ესეთი ვიწყდებიან, პრობლემურას გულისხმობ. აი, რაღაცებს მოდიალობენ ხოლმე და ეს ძალიან ცუდ გამოვლინებაში ახლა ბოდიშით ესე რომ ვამბობ. აი, ზოგიერთი კი არა, კაი დიდი ნაწილი დაღმავალი ტყუპის რაღაცებს ფილოსოფოსებენ და ვერ გადმოსცემენ ხოლმე. აი, მარტივად სიტყვებით. ეს ცოტა განუვითარებელ დაღმავალი, ძალიან ისე მეცინება, მაგრამ ისე გეუბნებით. მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებიც აი ამას თუ გაიწაფავენ კომუნიკაციის უნარებს, ხო? უკვე შეუძლიათ მათ ძალიან კარგი პედაგოგებიც გახდნენ, ძალიან კარგი ფილოსოფიურ დონეზე როცა გადასცემენ, აი რაც დააგროვა წინა ცხოვრებებში, ხო? მაგალითად რაღაც სულიერი ღერძი, შინაგანი, რაღაც სხვა ფილოსოფიური ხედვა. აი ტყუპებს თუ ამოქაჩავს, უკვე ძალიან კარგად შეუძლია ეს გაავრცელოს წერით, მაგალითად, დიდი მწერლებიც არიან ამ კომბინაციით და პოლიტიკოსებიც არიან, მაგალითად, ძალიან, ну, ხა ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა ეს კვანძი დაღმავალი, მშვილდოსანი, აღმავალი ტყუპები. და სხვათა შორის ძალიან კარგად ახერხებდა უცხოელებთან ურთიერთობების დალაგებას, ხო, ასე თუ ისე.
თუნდაც ახლა მაგის პერიოდში ჩვენ ევროპას რეალურად დავუახლოვდით და არა დავშორდით. ახლა არის ეს მომენტიც და აი აქ დაღმავალ მშობლოსთან ძალიან კარგად იყენებდა. მაგრამ არის მაგალითად დონალდ ტრამპი, რომელსაც აღმავალი ტყუპებში ყავს და ის მედიაში გაცილებით, ლილიტი დაღმავალი ყავს ტყუპებში, როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები ბოდიშით. მთვარეც მან დაყავს ეგ მახსოვს, მაგრამ დაღმავალი რო ყავდა მათ და თუ აღმავალი აი ზუსტებ მაგას, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ესე მახსოვდა, რომ აღმავალი ტყუპებში ყავს. მოკლედ დაღმავალის ზონაში მე მაგას გავარკვევ. დაღმავალის ზონაში, ანუ ჩვენ შეიძლება ისევ მოგზაურობდეთ, ისევ გვინდოდეს რაღაცნაირად ისე გაფართოება, მაგრამ ვიკეტებით თითქოს პატარა ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში, უახლოეს გარემოცვაში და თან ის მოგწონს. ეს კარგად გრძნობს თავს უახლოეს გარემოცვაში, როცა მარტივ ინფორმაციებთან გვაქვს შეხება, შეიძლება მედიასთან ვურთიერთობდეთ, შეიძლება გაზეთებს ვკითხულობდეთ. ყვითელ პრესას, ყვითელი პრესით ვინტერესდებოდეთ მაგალითად და ეს ოკეი არის ჩვენთვის. ანუ ნენელა უნდა ფოკუსირება ვისწავლოთ მარტივად როგორ გადმოვცეთ ინფორმაცია, როგორ დავალაგოთ ურთიერთობები გარშემო ყოფებთან და რაც თავარია, მე რასაც ვაკვირდები, ჭირდებათ მათ ინფორმაცია. დაღმავალ მესამე სახლსაც ეხება ეს და აღმავალ მესამე სახლს ბოდიშით ეხება ეს და დაღმავალ მეცხრე სახლს. როდესაც აი ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ აი ბავშვებთან თუ შვილები ყავთ, ბავშვებთან ერთად დაჯენ და სკოლის პერიოდი გაიარონ. ზოგჯერ ამას ვამბობთ. დაღმავალი მეცხრე სახლიც მსგავსი არის. ძალიან ცუდ გამოვლენებაში ეს არის ინტელექტის ნაკლებობა, შინაგანი და არიან უბრალოდ რომ აი რასაც ხედავ ჩემი აზრი მაგ ყველაფერზე, მაგრამ ეს აზრი არ არის გამყარებული ინტელექტით, მაგალითად ნაკითხობით, მაგალითად სწავლით, ხომ? ანუ ინფორმაცია თავში არის დასალაგებელი და შესავსები. აქ უკვე აი არსში ინტელექტუალურ არსში რო ჩავწვდეთ. უფრო მაღალგანვითარებულ ადამიანებს ეს მეცხრე სახლი შეიძლება კონდეს, რომ აი თითქოს მოიარა მსოფლიო ქვეცნობიერად, აი ესე გაიზარდა უკვე რომ აი ყველაფერი ნანახი აქვს თითქოს. და ხშირად მეუბნებიან ცით, ვისაც დაღმავალი მეცხრე სახლში ყავს, რომ აი ვარ უცხოეთში რაღაც პერიოდი, მაგრამ აი ჩამოვედი თუ არაო, ბევრს უთქვამს ეს საკმაოდ. ჩამოვედი და აი არაფერი არ გამაკვირვაო საერთოდ. ყველაფერი არის ჩემთვის აი თითქოს ნანახი მაქვსო. და იქიდან დიდი ვერაფერი ვერ ისწავლეს. და არიან უკვე აქტიურად სწავლაში გადასულები, ყველაფერს სწავლობენ, რაც კი მათ ხელში უვარდებათ, ყველასფერო აინტერესებთ. ანუ უკვე ინტელექტუალური წიგნიერებისკენ არიან გადასულები, ვიდრე ესე თვალებით თვალიერონ სხვადასხვა ქვეყნები, ხო? აი ეს არის ერთ-ერთი კარგი გამოვლენა, მე რასაც ვაკვირდები ხოლმე, როცა ადამიანს უცხოეთთან, აი ისეთ ის აქვს, ეს მე აქავარ, აქაური ვარ თითქოს. მაგრამ უკვე აღარ არის ჩემთვის საინტერესო და ეს დაღმავალი მეცხრე სახლი ესე ავლენს თავს, კარგი გაგებით. და მესამე სახლი აღმავალი ეს უკვე მუშაობს, რომ აი ბევრი ინფორმაცია, ყველაფერი მაინტერესებს. ისიც, ესეც, მაგალითად ეს სფეროც მივარდება ხელში, ის სფეროც მივარდება ხელში, რას გულისხმობს სფეროებს. მაგალითად იქ პატარა კურსები აიღო პიროვნული განვითარების ადამიანმა, მერე პატარა კურსი აიღო, თქვათ სხვადასხვა ეს ლექციების, უბრალოდ ლექციების კურსი აიღო, აინტერესებს უკვე ლექციებზე, ვთქვათ, ფსიქოლოგიის განხრა ინტერესებს, ოღონდ არა სიღრმისეულად, ხო? და დაღმავალ ტყუპებს ეგ მომენტი აქვთ, რომ აი სიღრმეში ვერ მიდიან. მოკლე ინფორმაცია მომაწოდეს, აღარ მაინტერესებს სიღრმეში, აღარ მაინტერესებს გასვლა. ეხლა მაგალითად მე თუ და მე ბავშვობაში როგორ თვისება მქონდა, იცით, რომ მომცემდა დედაჩემი წიგს, ხსელენა ტყუპი არის დედაჩემი და წიგს მაძლევდა, რომ აი ეს რაღაც ესეთ ჯერ გამიფორმებდა, ამიხსნიდა, ძალიან საინტერესოდ მომეყვებოდა მწერალზე. რო დავიწყებდი ერთი მწერალი თუ მომეწონებოდა, მის ერთ წიგს კი არ ვკითხულობდი, რაც კი რამე დაუწერია, ყველაფერს ვკითხულობდი. და მე გადავდიოდი ამ მწერალზე ვინ რა დაწერა, იმასაც ვკითხულობდი. და ანუ იმდენად საფუძვლიანად ხა სელენა ყავს მეცხრე სახლში და იმდენად საფუძვლიანად უნდა მესწავლა ეს ყველაფერი, ბოლომდე უნდა შემესწავლა ერთი მწერალი. ისე არ მაინტერესებდა. ანუ უბრალოდ ერთი რაღაც წავიკითხე რა, აი დოსტოევსკი ესე თავიდან ბოლომდე თუ რამე აქვს დაწერილი. მასე ვინმე რამე თუ დაწერა. ყველაფერი მქონდა წაკითხული. სხვა შორის ილია ჭავჭავაძეზე, ჩვენ ქართულ მწერლებზეც ანალოგიურად და 1-2 თვე ვიჯექი ხოლმე მარტო ერთ მწერალზე და აი კარგად საფუძვლიანად ვსწავლობდი. და აი ეგეთი ტიპაჟი ვარ, სხვანაირად არ მაინტერესებს. ანუ
რომ ეტყვიან რომ აი ესე მოკლედ ინფორმაცია ეს არ მაინტერესებს მოკლე ეს არის ჩემთვის კატასტროფა და მნიშვნელოვანი არის გაფართოება ხო ანუ ბოლომდე ჩაწვდომა ეს არის აი აღმავალი რომ მყავდეს შულდასანში ან მეცხრე სახლში გადასარევად ვიგრძნობდი აქ თავს ხო აი ეს აფუძვლიანი წვდომა ეს არის უფრო ვთქვათ მეცხრე სახლის და მშვილდოსნის ზონა ვისაც აღმავალი ყავს და არ შეუშალონ ხელი ამ ცოტა შინაგანმა ზედაპირულობამ რომ აი უცებ მომაწოდე რა ინფორმაცია და გავიქეცი აი ეს არის უფრო ტყუპების და მესამე სახლის თემა მეც ვინც ყოლი ახლობლები უფრო ეს პრობლემა ქონია ცხეთა შორის რომ აი სიღრმეში არ მომყვებოდნენ ხოლმე რაღაცას უყვები პირველი 2-3 წუთი მისმენს და მე აღარ აინტერესებს უკვე რომ აი ძალიან სიღრმეში მიდივარ თუმცა ეს ხო გეუბნებით ვიც ძალიან გადამეტებულად დაღმავალზე ზისო ვამბობთ ხოლმე ამას როგორც შემახლობლებზე გითხარით მაგალითად რომ უფროსობა ძალიან უჭირთ ჩვენ ყველამ გავაკეთეთ რომ ვიძახით ხოლმე ხო და რომ ესე რომ მოიხედავთ ვინ არ არის აი ეგეთი თემა არის ამას ჩაურმავდით ძალიან დაღმავალ შვილდოსნებს უმართლებთ ინფორმაციაში უმართლებთ და აინტერესებთ უფრო აი ნათესავებთან ყოფნა უახლოეს გარემოცვაში ვაჭრობაში უმართლებთ საკმაოდ წერილობა ვაჭრობა თქვათ ვაჭრობა რატო გულისხმობთ და დისტრიბუციაც და სხვათა შორის უმართლებთ გიდობაში როცა ადგილობრივი გიდები შეიძლება იყვნენ როცა ინფორმაციას კერ ფილოსოფოსობ სიტყვაზე ინფორმაციას ვამუშავებ, სწავლობ ლაპარაკს, ხო? ანუ მე ამ თემაში, აი თქვათ, მივდივარ სვეტიცხოველში. მე წავიკითხე ამის გარშემო ინფორმაცია და ვამუშავე ეს ინფორმაცია და ვსწავლობ უკვე საინტერესო ფორმით გამოვხატო ეს კლიენტებთან სიტყვაზე, ხო? ესეც აღმავალი ტყუპი არის. ძალიან ბევრი გიდი არის ამ ფორმით. ოღონდ შეიძლება ეს გიდი იყოს, მაგალითად, უახლოეს ქალაქში ტრიალებს და არა როცა ტურისტული სააგენტო აქვს, ხო, მაგალითად აღმავალი მშვილდოსნები, პირდაპირ ტურისტული ცენტრები აქვთ, მოგზაურობენ, უყვართ გაფართოება. ეს მომენტები, ხა მარტო ტურიზმი აღმავლზეც არ არის, იქ იუპიტერს უყურებთ პირველ რიგში, თქვათ, იუპიტერი მერკური შეერთება, ეს არის გიდი, რომელიც არის მოლაპარაკე ძალიან ხუმარა. იუმორით მაგალითად ხო, იმიტომ რომ მერკური ეს იუმორი არის და ხომ აღმავალ ტყუპებს იუმორი აქვს განსანვითარებელი. იუმორის პრობლემა ძალიან სერიოზული ფილოსოფოსები არიან და იუმორი მარტივად შეხედონ რაღაც საკითხებს, იცინონ ბევრი აი სიმსუბუქე უნდა შეიტანონ თავის ცხოვრებაში, ხო? და დაღმავალმა ტყუპებმა პირიქით ეს სიმსუბუქე ნენელა უნდა გაუშვან. ზედმეტად ჰაერი შეიძლება იყოს. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ლაპარაკობთ მეგობრებო მხოლოდ კვანძებზე. აქ ახლა მთელი რუკა სხვა არის და სხვათა შორის ვისაც ეს ყველაფერი გაინტერესებთ და გინდათ სწავლა, მე თავიდან თქვი და მაქვს კურსი, პირველი მოდული, სადაც ფაქტობრივად ყველაფერს ვხსნი. 6 შეხვედრა გქონდა და 20 თუ 24 საათი გამოვიდა ჯამში და ჯგუფი მაქვს, სადაც ყველაფერს ვდებდი, ვასწავლდი ხალხს, თუნდაც რუკის შედგენა როგორ ხდება, სულის ფორმულის გამოთვლა როგორ ხდება, ყველაფერი ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი ამ ჯგუფში და მიდევს ეს მასალა ყველაფერი და ამ ჯგუფში ვისაც უნდა გაწევრიანება, შეგიძლიათ მომწეროთ თქვენთვის დაჯდეთ მარტოკა და ისწავლოთ ასტროლოგია ჩემი რამდენიმე საათიანი ვიდეოებით. ამის შესაძლებლობა გაქვთ. ვისაც არ გინდათ ეს სიღრმისეულად და ტყუპურად გინდათ მოისმინოთ და გაატაროთ ინფორმაციას, ზოგს ეს მისია გაქვთ პირდაპირ და არ არის საჭირო ჩაღრმავება და ზოგს იქითაც ვეუბნები ხოლმე რომ მოდი არ გინდა ახლა შენ ესე ღრმად ასტროლოგია ესე ლაითად გავუშვი ესეც გვაქვს ხოლმე ეს მისია. ამიტომ მაქვს ესეთი სერვისები, მაქვს ძალიან კარგი ლექცია მეგობრებო 17 ფებრუარს 12 საათზე, ვისაც გექნებათ სურვილი მონაწილეობის მიღების მომწერეთ ტრანზიტულ ასტროლოგიაზე. რა არის საერთოდ ტრანზიტი? რა ხდება, რამდენი კომბინაცია არის გასათვლელი? პლანეტებს რა დატვირთვა აქვს ჩვენ რუკაში? იუპიტერი გადის რომელ სახლს მაგალითად თუ რომელ ნიშანს, რა ხდება ამ დროს? აი ყველანაირად ინფორმაციულად მოგამარაგებთ, თან ძალიან დაბალი ფასი არის სიმბოლური და ვისაც გაქვთ სურვილი შეგიძლიათ მომწეროთ და ჩაგსვამთ დახურულ ჯგუფში. მინერალოგიაზე მქონდა ფანტასტიკური ლექცია და პირადი რუკებით რო გავიარეთ ყველას მინერალოგია და ფსიქოლოგიურად მუშაობდით, რა პრობლემები აქვს ადამიანს, თუ იქნება ამის სურვილი კიდე გავიმეორებ ამ
ამ ლექციას ოღონდ აი ცოტა ჯგუფური თერაპიასავით იყო ეს ლექცია, რომელსაც ვერ დავდებ ვერსად და ძალიან ისეთ private ჯგუფი იყო. ძალიან ბევრი ესეთი სხვა ტრენინგები მაქვს, მაგით ტრენინგი გამზადებული 2-3 მარტს იქნება უფრო ფინანსური რესურსების გაცნობიერების ჯგუფური ტრენინგი და ფინანსური შესაძლებლობების ესეც ფსიქოთერაპიული არის ფაქტიურად ეს რუკის კომბინაციები პირადი რუკით გავილი ყველა მონაწილეს პირადი რუკით ინდივიდუალურად რო ჩაწუდნენ ამ ყველაფერს ისეთი ტექნიკებიც მაქვს ის იყო ახლა რამ გამახსენა ახლა სხვაგან და მეთქვა ეს მაგრამ რატო გეუბნებით ახლა ამას ხო აი ვისაც ყავს მაგალითად შულდასანში აღმავალი კვანძი ან მეცხრე სახლში ახლა ტყუპებსაც არ აწყენს ეგ მაგრამ ზოგადად გეუბნებით აი რო გააფართო ცნობიერება და მარტივი ზედაპირული ინფორმაციის მიღმა რაღაცები კიდე გაიგონ ეს ფანტასტიკური შესაძლებლობები არის ესეთი ტრენინგები და ტყუპებთან არის უფრო რომ აი ინფორმაციის გადმოცემის სწავლა შეეძლოთ. ეხლა აღმავალი როცა არის შულდასანში როცა ვამბობ მე მაგალითად ტურისტულ სააგენტოს რო უმართლებთ რატომ? იმიტომ რომ მე უნდა გავფართოვდე, მე უცხოეთში უნდა გავიკვლიო გზა, ზოგი საერთოდ მიდის საცხოვრებლად. აღმავალი მეცხრესახლელები მიდიან საცხოვრებლად, აღარ უნდათ აქ ხო? აი აღარ უნდათ ეს ქალაქი, ეს უკვე იმ ვარიანტის აღმავალს გეუბნებით, რომელსაც უკვე შინაგანად ბრძაობა აქვს მიიღოს ეს ახალი გამოცდილება, ხომ? და განსაკუთრებით კარმულ კვანძებზე ხდება ხოლმე ეს ხათა შორის პანდემია რო დაიწყო, მაშინ აღმავალი იყო ტყუპებში. და აღმავალი მშულდოსანში და საერთოდ ჩაიკეტა მაშინ საზღვრები უცხოეთი საერთოდ დაიკეტა ეს არის ნათელი მაგალითი როგორ მუშაობს ხოლმე კარმული კვანძები ხო და წავიდა ტურიზმი, შიდა ტურიზმი, ქვეყანა პირველად დაათვალიერა ხალხმა, მე მაშინ უცხოეთში ვიყავი და მთელი ევროპა მოვიარე შუა პანდემიაში ესე რომ მივდიოდი ქალაქებში, ლიონში ვიყავი და ინფორმაციაში იყო, საინფორმაციაშო ჩაკეტეს საერთოდ ქალაქი და რესტორანში გადავდიოდი მე და ჩემი ქმარი. აი პირდაპირ როგორ იცით, აი ისე რომ იკეტებოდა თან ქალაქები, საბუთებს რო გთხოვდნენ ყველგან რა და ძალიან სიცოცხლე სიტუაცია იყო და ვუყურებდი იქიდან მთელი საქართველოს შიდა ტურიზმში იყო. პირველად ნახეს იქ სვანეთი, აჭარა, ასე შემდეგ და ესეთი კვანძი არის, ხო? აი პირდაპირ აღმავალი მაშინ ტყუპებში ყველაზე აქტიურად იყო ჩართული. მე არ ვიცი რატო არ დავემკვიდრებე, არა მაინც ამ პერიოდში შეზღუდვებს, მაგრამ ნუ ესე გამოვიდა. ხო და აი ეს არის პირდაპირ ვისაც აღმავალი ტყუპებში ყავს. იკეტება უცხოეთი თითქოს, მაგრამ თლად ესეც არ არის რომ ყველასთან ეგრე იყოს, მე იუპიტერს უყურებთ, მეცხრე სახლს უყურებთ და მთელ რუკას უყურებთ, ხო, მაგრამ ზოგადი მიმართულება არის უფრო ესე, რომ კი ჩამოვედი უცხოეთში, მე რა ვერაფერი ვერ ვისწავლე დიდად. უცხოელებისგან, ნუ არც მაინტერესებს უცხო არ იყო ჩემთვის აქაურობა, ისე მოვერგე თითქოს აქაური ვიყო სულ. და ნენელა გადადიან უკვე ტყუპებზე. ამიტომ თქვენ თუ შეხედავთ დაღმავალი ყავს შულდასანში ადამიანს და უცხოეთში და არასრულებს კარმასო, ესე არ იქნება. საერთოდ კარმული კვანძი ესე ცნობიერად არ სრულდება, რომ აი მე წავედი, იმიტომ რომ უცხოეთია ჩემი, წავიდე უცხოეთში. მე შეიძლება ჩამოვიდეს ადამიანი უკვე, იმიტომ რომ იქ რაღაცა ვერ გადალახოს, ხო? აი ეს არის რაღაც ნენელა უნდა წამოვიდეს ეს აღმავალი მეგობრებო, ნენელა შევიდეთ ამ ზონაში, გავაცნობიეროთ, უნდა გვესმოდეს სად მივდივართ და არა ესე რობოტულად ასტროლოგმა მითხრა და წავიდე. ესე არ მუშაობს კვანძები, ხო? აი მეც თუნდაც ახლა რამდენი წლისა 53 ხვდები და აი მე რო დავაკვირდი ჩემ კარმულ კვანძებზე, აი დაახლოებით 36 წლიდან კიდე უფრო გავაცნობიერე, რომ აღარ მინდა მერწყულის პროგრამა და ნუ 6 სახლის და მე-12 სახლში მინდა გადასვლა, ხო და ლომში. ძალიან ნენელა მოხდა ეს ოღონდ. აი ესე მუშაობს ეს კვანძები მეგობრებო და შეიძლება გარედან ფიზიკურად სხვა დაღმავალზე იყოს ადამიანი, მაგრამ შინაგანად უკვე მუშაობდეს აღმავალზე. ამიტომ ეს ძალიან ესეთი ფსიქოლოგიურად გასაცნობიერებელი თემა არის კვანძები და დააკვირდით, ახლა რაცზეც ვისაუბრე, ცოტა შეიძლება გამიგრძელდა, მაგრამ დაწერეთ თუ რამე კითხვები გექნებათ. ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ ნაკლებად პასუხობ ხოლმე ძალიან პირად კომბინაციებს, აი როცა თვითონ მთელ რუკას მიყვებიან და ეს როგორ მუშაობს, მიწერენ, მე უნდა ვნახო პირადი რუკა მეგობრებო, ესე არ მუშაობს. მე ახლა ერთ ფაზლზე გიყვებით. თქვენ თუ მთელი რუკიდან მარტო 3 კომბინაციას მეტყვით, ძალიან არ მუშაობს ესე.
და ნუ მანდ უკვე პირადი კონსულტაცია არის საჭირო. შეიძლება ზოგადად აი ისეთი კითხვა იყოს ცოტა ეგზისტენციალური ან ფილოსოფიური სიტყვაზე, რომ აი ეს ენერგიები თქვათ ის პრინციპები როგორ არის, მაგრამ აი როცა პირად კომბინაციებზე საუბრობენ ხოლმე, აქ მიჭირს მართლა ეს დროც, აი იცით რა არის, რომ აი იმდენად არაფრის მომცემი იქნება ჩემი პასუხი, რომ აი უბრალოდ პასუხისთვის პასუხი არ ღირს, თქვენთვისაც არ ღირს და ჩემთვისაც არ ღირს. მაგრამ თუ არის მნიშვნელოვანი კითხვები, თქვათ, სიამოვნებით, ხო? აი კარმულ კვანძებზე ზოგადად ამ მასშტაბზე მაგალითად რა შეიძლება იყოს, ხო? მოკლედ ეს იყო სულ და იმედია დაგაინტერესათ და დროებით გემშვიდობებით.